ჩვენი ხდომა შემდეგი პირი, რომელიც გამოკითხვაზე გახლავთ მოწვეული არის თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი წევრი ბატონი შალვა უგბაიძე, რომელსაც მისი ოჯახის წევრებთან ერთად ძალიან ბევრი უბედურება გადახდა თავს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს. მათ შორის ქონებრივი უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები ჰქონდა ადგილი და ასევე მისი ოჯახის წევრები იქნენ დაპატიმრებულები და ადგილი ჰქონდა ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სამდივნოს ვთხოვ, ბატონი შალვა მოიწვიოს ხდომის დარბაზში. მოგზანდით ბატონი შალვა, მოგესალმებით დიდი პატივისცემით. გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და შეუდგეთ მუშაობას. ბატონო შალვა, პროცედურა მოითხოვს, რომ უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ კომისიის წინაშე განზრახ ახსნა განმარტების მოცემა, ასევე კითხვებზე პასუხის არ გაცემა ან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით და ამ გაფრთხილების დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც თქვენ სამდივნომ გადმოგცათ და იმედი მაქვს უკვე გაეცანით. მოგესალმებით, გალბატონო თეა, მივესალმები თქვენო მირწმუნებული კომისიის თითოეულ წევრს და მადლობას გიხდით მოწვევისათვის და წაკითხული მაქვს გავეცანა, რა თქმა უნდა ვაწარხელს. გთხოვთ. დიდი მადლობა ხელმოწერისთვის და ასევე დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ბატონო შალვა. სანამ თქვენ შემოგზანდებოდით, მე 2-20 სიტყვით ვთქვი, რომ ძალიან ბევრი უბედურება გადაგხდათ თავს თქვენს შვილებს, ოჯახს, კოლეგებს, ასევე იმ ორგანიზაციებს, იქნებოდა ეს თქვენი კერძო ბიზნესი თუ სპორტული ფედერაცია, რომელსაც თქვენ რომლის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელიც იყავით სხვადასხვა პერიოდში და სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით ვისურვეთ თქვენი მოწვევა. მადლობა მობრძანებისთვის მიუხედავად თქვენი დაძაბული გრაფიკისა თბილისის საკრებულოში. გთხოვთ 15 წუთის განმავლობაში ქრონოლოგიურად თუ მეტი დრო დაგჭირდებათ ამასაც გამოვყოფთ, არ იქნება პრობლემა. ქრონოლოგიურად ისე რომ პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის, ვინც გვისმენს, აგვესწრებიან პარლამენტის სტაჟიორები, მაგრამ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც ჩვენს კომისიას თურმე თვალს ადევნებს, არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე მხოლოდ აკდამსწერ სტაჟიორების ოდენობა. და ასევე მოსახლეობა გვისმენს, ბევრი მათგანი. მათთვის რომ გასაგები იყოს, ამიტომ გჭირდება რომ ქრონოლოგიურად და ის ფაქტები, რაც თქვენ შესაძლოა იფიქროთ, რომ ჩვენ ისედაც ვიცით და შეიძლება ისე მოიხსენიოთ, რომ ჩვენთვის გასაგები კი იქნება, მაგრამ სმენელისთვის გაუგებარი აღმოჩნდეს, მაინც დეტალურად რომ მოყვეთ, რომ ეს ვინც არ იცის, მისთვის იყოს პირველ რიგში გასაგები. აი ამ ფორმით თავისუფალი თხრობის რეჟიმში გთხოვთ 15 წუთის განმავლობაში გითხრათ რა შეგემთხვათ. გთხოვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმები და მადლობას გადაგიხდით მოწვევისათვის და თქვენ ძალიან სწორად დასვით თქვენ შესავალ სიტყვაში აი ამ კომისიის მუშაობის დაწყების წინ აქცენტი თუ რა უნდა რა მიზანი აქვს ჩემს საქმოსვლას და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას და ძალიან არ დამალავ ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი გულწრფელად მეკითხება რომ აი რას მოელი ამ კომისიისგან. საქმე ის გახლავთ რომ 2013-2012 წლებში ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეა ხომ 6, 8, 12 წლის იყო და მათ უბრალოდ არ იცოდნენ თუ არ გაუგიათ, არ იცოდნენ, ვერ შეესწრნენ, პატარები იყვნენ, თუ რა იყო რეალური რეპრესია მაშინ. როგორ ხდებოდა სახელმწიფოსათვის, ხელისუფლებისათვის მიუღებელი ადამიანის, ასე ვთქვათ,
გარკვეული რეპრესიული რეჟიმში ჩაყენება და ამ ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, არა მარტო მისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისათვის გარკვეული, ასე ვთქვათ, ყველაზე რბილი შეფასება დისკომფორტის შექმნა. ამიტომ დავთანხმდი და მეორე ნაწილი იმიტომ დავთანხმდი, რომ მე ვიტოვებ ესეთი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ამ კომისიის მუშაობის დამთავრების მერე საკმაოდ მძიმე მე რასაც უსმენ და უამრავი მაყურებელი ყავს ამ კომისიის პირდაპირ გადაცემებს, ძალიან მძიმე დასკვნა დაიდება ამ კომისიის მუშაობის, რომელიც დააჩქარებს თავსმოხვეული კოჰაბიტაციის აი პერიოდში 2012 წლიდან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შემდგომ გარკვეული პროცესების დამუხრუჭებას, აი ამ პრობლემას მოხსნის, მათ შორის ჩემის, მე მარტო არ ვარ, მე ვსაუბრობ იმ ადამიანების სახელითაც, რომელთა მიმართაც განხორციელდა ფინანსური ქონებრივი რეპრესია. რა არის იცით, ქონებრივი და ფინანსურს ეშველება. მე ხლა ვარ ცოცხალი ჯამთელი ადამიანი, უკეთეს ბინასაც ავაშენებ, უკეთეს საწარმოსაც ავაშენებ, როცა ჩემს საჯარო სამსახურს მორჩები, ძალიან კარგი სპეციალობა მაქვს და გამოცდილება, მაგრამ არ მოჭრილა იმდენი თანხა და იმდენი ფული, რომელიც ჩემი შვილების და ჩემი თანამოქალაქეების ოჯახის წევრების წამების სანაცვლოდ, ასე ვთქვათ, შეიძლებოდა რომ გადახდილიყო. ამიტომ მე ვიტოვებ უფლებას, რომ და სხვათა შორის ამაზე ჩემი ცოტა მოგვიანებით ვიტყვი ამ ჩემ ფინანსურ რეპრესიებზე, მაგრამ როგორ დაიწყო ჩემი, აი როგორ მოხვდი ამ მაშინდელი ხელისუფლებისათვის მიუღებელ ადამიანთა ნუსხაში, ესე იგი ადამიანი, რომელიც ჩემი წინა გამოსული ბატონი თემური და მე კოლეგები ვიყავით მეორე მოწვევის საკრებულოში, აი მაშინ 2003 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, მე დავინიშნე ერთ-ერთი ყველაზე იმ პერიოდისათვის სახელგატეხილი ორგანიზაციის ხელმძღვანელად, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად და მე ვარ ამაყი, რომ პირველმა ვთქვი ეს ფრაზა, რომ დღეიდან საგზაო პოლიციელი გთამს აღარ იღებს. და პირველივე დღეებში, პირველ 3 დღეში ხომ პრაქტიკულად მოიშალა ის პირამიდა, რომელიც იყო თანხის აკრეფის, ეს იყო გაუკუღმართებული წესი, როდესაც სახელმწიფო ხელფას არ უხდიდა საგზაო პოლიციელს, აღჭურვა გარკვეული უფლებებით, მიცა კვერთხი და აყენა გზაზე და შენი სარჩო საბადებელი შენ თვითონ უნდა იშოვო. აი ეს ცუდი სიტუაცია დაგვხვდა. პირველივე დღეს ამავე შემადგენლობასთან, როდესაც მე საჯარო დეკლარაცია შევავსე, რომ დღეიდან სხვა ცხოვრება იწყება, ხომ? პირველივე დღეს გავაუქმე ეგრეთ წოდებული ტეგ დათვალიერება, რა ვიცი, ტეგ დათვალიერება მაშინ არ ტარდებოდა, ეს იყო ფულის კუპიურის დათვალიერება. პირველივე დღეებში გავაუქმეთ მინდობილობის დამოწმება, ეს რაღაც უდიდესი სისულელე იყო, რომ ადამიანს ენდობა ნოტარიალურად ამოწმოს და მე უნდა მისულიყავი საგზაო პოლიციის შენობაში და უფასოდ უნდა დაგემოწმები. ბევრი ასეთი თანხის გასაკეთებელი, ასე ვთქვათ, აღარაფერს ვამბობს მართვის მოწმობის გაყიდვაზე, პირდაპირ გაყიდვაზე, გარკვეული ტარიფი იყო და აღარაფერს ვამბობ ავტომობილების განბაჟებას, მე განბაჟებას ბჭყალებში ჩავსვავ. განბაჟების გაუკუღმართებულ წესზე, აი ეს დამხვდა პირველივე დღეს და პირველივე დღეებში ესე იგი მე აუკრძალე უმიზეზოდ გაჩერება, აუკრძალე ეგრეთ წოდებული რეიდები და ასე შემდეგ. ანუ აი ამ პირამიდას, თანხის აკრეფის ამ პირამიდას ხომ თავი ქონდა უკვე მოჭრილი, ამიტომ რიგით თუ სადმე, მე ხლა ჩვენ ჯადოსნური კვერთხი არ ქონია, მაგრამ თუ სადმე ვინმე კიდე რაღაცას გაბედავდა, ეს იყო მისი კონკრეტული ერთი ადამიანის ლოკალური და არა სისტემური დანაშაული. ამის შემდეგ საკმაოდ კარგად მივდიოდით, გახსოვთ მე ჩვენ დავიწყეთ კამპანია უსაფრთხოების ზღუდების შემოღებაზე, რომელიც მე გავაგრძელეთ არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით და ასე შემდეგ. და ამის შემდეგ მე მირეკავს ერთი დღე არის გელა ნიკოლაეშვილი, ჩვენთვის ცნობილი უფლებადამცველი, მაშინ და მეუბნება, რომ იცით რა, რატი ალექსიძე თხოვა, რომ თქვენთვის მომემართა, რომ მისი ავტომობილი, რომელიც არის ჩამორთმეული, დგას საჯარიმო
რომელიც იდგა საჯარიმო მოედაზე, მაშინ რატი თუ არ ვწდები კიევის დინამოში თამაშობ, თუ არ ვწდები, მოკლედ საქართველოში არ თამაშობდა და ამ ავტომობილს ხშირად ხედავენ ჩამორთმეულ და რომელიც უნდა მდგარი იყოს საჯარიმო მოედაზე, ხშირად ნახულობენ ქალაქში სხვადასხვა ადგილზე და ეს ავტომობილი გამორჩეული იმით იყო, რომ მაშინ ეს ეგრეთ წოდებული ყბადაღებული X5 ახალი შემოსული იყო და ფერიც ისეთი ჰქონდა, რომ აი თვალს იტაცებდა და ასე ვთქვათ, აი ყვიროდა, რომ ის ერთი ცალი იყო ლურჯი ფერის. მოკლედ აი ეს შემდგომ მე ვურეკავ იყო ასეთი პროკურორი მამუკა გვარამია და ის მეუბნება რომ ეს ავტომობილი დგას პროკურატურის შენობაში, რა თქმა უნდა იტყუება და ყოველ შემთხვევისათვის ასეთი შევთანხმდით, რომ ის დაკავებაზე უნდა გადაგვეცა. ჩვენ გადავეცით დაკავებაზე ეს ავტომობილი და ნახევარ საათში მირეკავს თვითონ რატი ალექსიძე და გელა ნიკოლაიშვილი და მეუბნებიან, რომ ეს ავტომობილი მათ იპოვეს მშრალ ხიდზე, აი სადაც სუვენირები იყიდება ეროვნული რეწვის ნიმუშები, როდესაც საზღვარგარეთ მიდიოდა და რაღაცებს რო ვიძენთ ხოლმე სუვენირებისათვის. ნუ მე ვუთხარი რატის ეს ავტომობილი უნდა წარმოედგინა საგზაო პოლიციაში წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ავტომობილი იყო კანონ გარეშე და ამისთვის უნდა გაფორმებული შესაბამისი პროცედურები უნდა ჩატარებულიყო და ნუ როგორც გადმომცეს ქალბატონიჯ და მანქანაში რომც არ ვიცით ვინ არის, მაგრამ მძღოლი იყო თუ არ ვწდები, როგორც გადმომცეს კობა სუბელიანი. სულ ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ამ ავტომობილს ექსპლუატაციას უწევდა გიგი უგულავა, მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე, ვერაბიშვილის თუ უშიშროების საბჭოს ზუსტად თანამდებობა არ მახსოვს, ჯერ ქალაქის მერი არ იყო. ხო და აი ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო, რომ ესე იგი შავი პიარის აგორება იმავე საღამოს მიბარებს მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროში და მე ვწერ განცხადებას და გადადგომას ვაკეთებ, გადადგომის შესახებ განცხადებას ვაკეთებ და ამის შემდეგ იწყება, რაც ყველაზე მძიმე გასამკლავებელია, ეს არის შავი პიარის აგორება, რომ მე გაგაწყვეტინებთ და ბატონი ალექსიძეც აქვს კითხვის სურვილი ამ ეტაპზე. ესე იგი თქვენ ოფიციალურად თქვენს თანამდებობას ერქვა საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი. დიახ. ექვემდებარებოდით შინაგან საქმეთა მინისტრს უშუალოდ. ვინ იყო ამ დროს მინისტრი? გია ბარამიძე. ბატონი გიორგი ბარამიძე. მოგმართათ ადვოკატმა და გეუბნებათ, რომ მისი, ასე ვთქვათ, კლიენტი, როგორც ვქვია, ამბობს, რომ საჯარიმოზე, რომ უნდა იდგეს მისი კუთვნილი ავტომანქანა, მას უკანონოდ უწევს ვიღაცა ექსპლუატაციას და გთხოვათ სამართლებრივი რეაგირება. რა თქმა უნდა. ხომ არ გახსოვთ, რის გამო იდგა ეს მანქანა საჯარიმოზე? აი ეს გახლავთ სწორედ ის მიზეზი, რის გამოც შემდგომ ჩემი უსიამოვნება გაგრძელდა. საქმე გახლავთ ის, რომ აი მე რომ ვახსენე ჩემ შესავალ სიტყვაში, რომ მე დამხვდა ჭყალების გარეშე ვერ მოვიხსენიებ მეთქი განბაჟების გაუკუღმართებული სისტემა. აი ასეთი სქემა იყო, ასეთი სქემა მუშავდებოდა მაშინ, რომ საზღვარგარეთ ვიღაც ადამიანი, სხვათა შორის ის ადამიანი, ვინც ვითომ მოტაცეს, ის ადამიანიც და ვინც შემდგომ მოიტაცა და ჩამოიყვანა, ხომ? ორივე კმაყოფილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ის ადამიანი რო დარწმუნდებოდა, რომ მან საზღვარი ამ მოტაცებულმა ავტომობილმა დატოვა ამა თუ იმ ქვეყნის საზღვარი, მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადებდა ის სადაზღვევო კომპანიაში. ანუ ის ამ თანხას ინაზღაურებდა, მაგრამ რეალურად კიდდა, კი არ იტაცებდა, ანუ დრო დავაზუსტო. რეალურად კიდდა, რა თქმა
ყიდდა რა თქმა იმ ქვეყანას ამის შემდეგ განაცხადებდა სადაზღვევო. დიახ და რომ თითქოს და მას გასტაცეს. სინამდვილეში ფული ქონდა აღებული, რა თქმა უნდა, ეს არც თუ იშვიათი შემთხვევა იყო, ხოლო აქ ჩამოსული სატრანსპორტო საშუალებების წყალებში გაправება ხდებოდა უკვე, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გადმოკვეთს საქართველოს საბაჟო სივრცეს და მოექცევა საბაჟო სისტემაში, იხსნება უნდა გაიხსნას შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც გარკვეული ვადა ქონდა, იმ ვადის დახურვამდე ან დახურვისთანავე უნდა ავტომობილის განბაჟების თანხა უნდა იყოს გადახდილი. საქმე იყო ასეთნაირად, რომ საგზაო პოლიციაში მუშაობდა ასეთი სქემა, მე რომ მივედი, რაც დამხდა. ნებისმიერ თქვენთაგას რომ შეგეძინათ რაღაც ძველი მეორადი ავტომობილი, რომ მიხვიდოდით, გარეთ დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც თქვათ მაგალითისთვის $1000 მაგივრად რაც განბაჟების თანხა იყო, გეტყოდათ რომ აი $600 გაგიბაჟებ ამ ავტომობილს და ნომრებს გამოგიდან. ეს ადამიანი შედიოდა ამ შენობაში და გამოქონდა თქვენ სახელზე გაფორმებული ასეთ წიგნაკი, ტექნიკური პასპორტი მაშინდელი და სახელმწიფო ნომრები. ხოლო არც ერთი თეთრი იმ თანხიდან ბიუჯეტში არ შედიოდა. აი ეს კანტორა პირველივე დღეს დავხურე და მე ვარ კიდევ ვიმეორებ ძალიან ამაყირო ეს პირველივე დღეს მორჩა და ეს აისახა ბიუჯეტში თუ ჩემს დანიშნამდე შედიოდა რამდენიმე 100,000 ლარი თვეში ჩემი დანიშნვის მერე რამდენიმე მილიონმა დაიწყო შესვლა ანუ უბრალოდ ფიზიკურად სხვა ჩემი მუშაობის პერიოდში ერთი მანქანაც კი არ ყოფილა, ასე თქვათ. კი ბატონო, ამ კონკრეტულ მანქანასთან რა იყო მომხდარი? ეს მანქანა იყო ანალოგიური წესით შემოყვანილი, როდესაც მისმა მფლობელმა სულაც არ იცოდა, რომ ის მანქანა სადმე მოპარულია, თუ აქ ნომერი არის შეცვლილი და ყალბი ჭალებში VTT არის გამოწერილი ეს საბაჟო დოკუმენტი, რომელიც უნდა დახურულიყო და ამიტომ ის არის კეთილსინდისიერი მყიდველი, იმიტომ რომ მას სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა მიცა სატრანსპორტო საშუალების და სახელმწიფო ნომრები მიცა. ამიტომ ამ შემთხვევაში რატი ალექსიძე იყო კეთილსინდისიერი მყიდველი და ამიტომ მისი ავტომობილის ჩამორთმევა მე მიმაჩნდა არასწორად და აგრეთვე იმ დავალების შესრულება აღარ მახსოვს სადღაც 14 თუ 15000 ავტომობილის ნუსხა გადმომიგზავნეს და ჩვენ პროკურატურიდან და ჩვენ დაგვავალეს რომ ეს ავტომობილები უნდა ამოგვეღო. ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილის დრო. და მე რა თქმა უნდა უარი ვთქვი, იმიტომ რომ მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს ადამიანები რომ ხშირ შემთხვევაში მესამე ხელი და მეორე ხელი იყო და კეთილსინდისიერი მყიდველები იყვნენ და არავითარ შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის ჩვენ არ უნდა ჩამოგვერთმია. ბატონშალო, ამ სიაზე გკითხავთ, მაგრამ ბატონი რატის მანქანას რო დაუბრუნდეთ. შესაბამისად, თქვენ თვლით, რომ მას უკანონოდ ჩამოართვა სახელმწიფო მანქანა, გააჩერა ყოველ შემთხვევაში ბატონმა რატიმ ასე იცოდა, საჯარიმო ავტოსადგომზე და ერთჩვენიერ დღეს მან აღმოაჩინა, რომ ეს მანქანა ავტოსადგომზე კი არ დგას, არამედ მისით ვიღაცა სარგებლობს. არა მხოლოდ სარგებლობს, არამედ უკვე ამ ავტომობილის ვიზუალურადაც კი, როგორც მან შეამჩნია, უკვე ეს ავტომობილი საკმაოდ შელახული იყო, ეს არ იყო ერთჯერადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ავტომობილი. შესაბამისად ვიღაცამ დაისაკუთრა, ასე და ვიღაცამ დაისაკუთრა. და მოგმართათ თქვენ როდესაც მიმართეთ პროკურატურას და დაიწყეთ გამოკვლევა, აღმოაჩინეთ, რომ ამ მანქანით, რომელიც ავტოსადგომზე უნდა მდგარიყო, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობდა ბატონი გიგი უგულავა და მისი ოჯახის წევრი ქალბატონი. ამას ამბობთ? დიახ, ნუ როგორც გადმომცეს მისი მეუღლე იყო, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ნუ მოკლედ გიგი უგულავა, მისი მეუღლე. დიახ. ეს რომელი მეუღლე იყო, ხო არ იცით? პირველი. ნომრებით არ ვიცი და გვარიც. არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მახსოვს. პირველი მეუღლე როგორც მაშინ. იმდროინდელი ეს ხდება 2000 რომელი წელია? ეს იყო 2004 წლის იანვარ-თებერვალი. რომელიც იყო ქალბატონი მეუღლე სარგებლობდა უკანონოდ
ამ მანქანით, სხვისი მანქანით. რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მეტად დაინტერესდით თქვენ ამ საკითხით, მით მეტად წამოვიდა თქვენს წინააღმდეგ პრობლემები, ამას ამბობთ? და დაგიბარათ გია ბარამიძემ. დიახ. მინისტრი. ეს ერთ დღეში მოხდა ყველაფერი, ეს აი უცბად ზვავისებრი ეფექტით მოხდა, იმიტომ რომ ძალიან რეზონანსული ეს გახდა მედიის კუთვნილება, ეს მინისტრმა რომ დაგიბარათ. დიახ. საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი. რა გითხრათ? რაში მდგომარეობდა თქვენი ხარვეზი? მან მითხრა რომ აუცილებელი იყო ის ძალიან ცუდად იყო საქმე. მან ისიც კი ახსენა რომ რა ვიცი ალბათ ეყოფა სიტყვა ვაშკაცობა არ ვიცი თქვა, მაგრამ ეყოფა კეთილსინდისიერებას არ ვიცი მოუხდება თუ არა. გია ბარამიძეს რომ ის საუბარი გაიხსენოს, ის ცუდი საუბარი გაიხსენოს და იყო ძალიან საკმაოდ შეშფოთებული და მე მომეჩვენა რომ შეშინებული. რომ ესე იგი მიხსენა რომ მე აუცილებლად დამიჭერდნენ თურმე დაჭერდა ის ყოველნაირად ეცადა მაშინ რომ მე არ დავეჭირეთ, ესე იგი კაცი ფაქტზე დაიჭირეს მოპარული ავტომობილი დადიოდა და მე უნდა დავეჭირე. აღმოჩნდა რომ სხვა შორის ეს მედიის კუთვნილება რო გახდა ეს და რო აიტაცა მედიამ ხო ეს აი დღესაც იძებნება მედია სივრცეში დარეჯან მეფარიშვილის, ნათია მიქიაშვილის და სხვების მიერ მიძღვნილი სტატიები და ვიდეო სიუჟეტები და მათ შორის ამ ვიდეო სიუჟეტებში ამ გიგი უგულავას ნასაუბრები, რომელსაც სურს გადატანა ყურადღება სხვა რამეზე, რომ ავტომობილების ასეთი ფორმით გამბაჟება უნდა შეწყდეს. ნუ ეს ასე ვთქვათ, ლირიკა. ხო და მოკლედ პირველივე დღეს იმ ღამეს მაპატიეთ დაუბრუნდეთ თქვენი და გიორგი ბარამიძის საუბარს. რა საუბარი შედგა? საუბარი იყო რომ ჩემთვის უმჯობესი იყო თუ მე დავწერდი განცხადებას და გადავდგებდი. ნუ არ ვიცი, ესე იგი, როგორც მეორე დღეს სიუჟეტებს უყურებ, მე უკვე აღარა ვარ პოსტზე. აი ამ სიუჟეტში ამბობს გია რომ შემცბარი ამბობს რომ ალბათ გუნდური მუშაობის წესის დარღვევაზე. აი ეს ფრაზა მახსოვს, რომელიც აი ძალიან გულზე მომხდა რომ მე დამირღვევია. მაგრამ საუბრისას რა გითხრა? საუბრისას მითხრა რომ უნდა გადავდგე ვინაიდან ცუდად მექნება საქმე, შეიძლება დამიჭირონ, ჩვენ როგორღაც უნდა მოვითმინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად რეფორმები უნდა დავიწყოთ, ნუ რაღაც შინაგან საქმეთა მინისტრი არის ის, ვინც ჟარგონს გამოვიყენებ, რა კი ამ ჟარგონიც არ არის, მაგრამ საყველპურო ქართულს, ვინც იჭერს. და შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენ გეუბნებათ, რომ თქვენი დაჭერა რომ არ გახდეს საჭირო, უნდა მოვითმინოთო? დიახ. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ მოდიოდა ვინმესგან მუქარა? ნუ ცხადია. ვისგან? ნუ ცხადია, ვისგან უნდა ვანო მე ვინ იყო მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღები წრე? ეს იყო ვანო მერაბიშვილი, ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილი, ეს იყო სააკაშვილი, აი ეს წრე. აბა სხვა ვინ? შესაბამისად ჩვენ ყავდა ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც თვითონ ეშინოდა რომ სხვა დაიჭერდა ამას ამბობთ? გამორიცხული არ არის. რა თქმა უნდა, მე მეჩვენებოდა რომ მე მაგის დასაუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ის იყო საკმაოდ შეშინებული. საკმაოდ შეშინებული. სხვა არგუმენტი ქმედითი წონიანი მას არ ქონია. სხვა არგუმენტი ქალბატონო თეა რომ ყოფილიყო, ხო? მე ალბათ რამდენიმე ათეულწლიანი თუ არა, რამდენიმე წლიანი პატიმრობა. ხო, მაგრამ მას არ უთქვამს. არა, არც ეს მანქანა არ ხსენებია, რომელსაც არა, საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ეს გახდა უკვე საზოგადოებისათვის ცნობილი, იმიტომ რომ ის პირველი დღეები იყო მათი ძლევამოსილების, ასე ვთქვათ, და ზენიტში ასვლის პერიოდი. ესე იგი, მაინც იყო გიგი უგულავას მეუღლის მიერ სხვისი მანქანის გამოყენების ფაქტი ნახსენები საუბარში. მე კაცი ვარ და გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი. გულწრფელი ვარ და თქვენი კომისიის, დამწმუნებული კომისიის მშობლის ფორმატი ამაზე მიბიძგებს, რომ მე შეიძლება არც კი იცოდა იმ ქალბატონმა მეუღლე მანქანა გაუგზავნა და ვისია საიდან ეცოდინა. არა, ჩვენ ხო ქალბატონის ქცევას არ ვიხილავთ. ქალბატონმა შეიძლება არ იცოდა, შეიძლება იცოდა. ეს არ არის ჩვენი თემა ამ წუთში. მე გეკითხებით
თქვენ იმ საუბრის დროს ეს მანქანა მინისტრმა და მისი გაპიარება ცუდად გიხსენათ. რა ეს იყო მთავარი მიზეზი. ამას გეკითხეთ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ეს რახან გახდა, ასე ვთქვათ, საჯარო გასაჯაროვდა. აი ეს იყო შესაბამისად თქვენთვის სურპრიზი არ იყო, რატომ? არა, პირდაპირ ღია ტექსტი მიზეზი იყო მხოლოდ რატი ალექსიძის ავტომობილით შინაგან საქმეთა უშიშროების მინისტრის მოადგილის მიერ ამ ავტომობილით სარგებლობა. აი ეს იყო. ეს იყო კაფიოდ შემიძლია არის. თქვენც გადადექით თუ გადაგაყენეთ. მეც რო არ გადამდგარიყავი, მაინც გადამაყენებდი, მაგრამ მე უცველად გეტყვით ამ საუბრის მერე არავით არის სურვილი უკვე რა თქმა უნდა. ასეთი მუშაობა გასაგებია აბსოლუტურად. კი ბატონო, აი ამ საუბართან დაკავშირებით ბატონ ილიას კითხვა კი ბატონო შეიძლება დანიშნვის დროს მინისტრი გია ბარამიძე იყო და მისი რეკომენდაციით ვინ წარგადგინათ ამ თანამდებობაზე იცით რა არის აი მისი კანდიდატურა იყო მაშინდელმა პრეზიდენტმა მე გამიცნო თავმჯდომარე გახლდათ მაშინ მეორე მოწვევის საკრებულოსი მე გახლდით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომისიის დროებითი კომისიის თავმჯდომარე და ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ორი კომისია რეგლამენტით ორ კომისიაში უნდა მემუშავე საკრებულოში და მან იცოდა ასე თქვა ჩემი შესაძლებლობები და მას უნდოდა სამოქალაქო პიროვნების დანიშვნა და გულწრფელად გეტყვით რომ ჩემთვის ეს იყო ახალი გამოწვევა და მე ჩემი თავის რეალიზება პირველივე დღეს შევძელი იქ რაც მე ვიგულისხმე მისი რეკომენდაცია იყო ესე იგი იყო მაშინდელი პრეზიდენტის რეკომენდაციით იყავით და როდესაც მინისტრმა დაგიბარათ იმანაც ხო იცოდა ვისი რეკომენდაციით იყავით და ის საქმეები რომლითაც თქვენ ამაყობთ ნამდვილად რაც გააკეთეთ ხო მისი დავალებაც იყო ალბათ რომ ეს კორუფციული სქემა მომსპარიყო და დაალაგებულიყო ცხადია ხო მაგრამ ის მიზეზი რის გამოც დაგიბარეს და ეს საყვედური გამოგიცხადეს და გითხრეს რომ განცხადება უნდა გააკეთოთ გადადგომის შესახებო იყო შეთანხმებული ეს თქვენ რა შტაბელში ხადზე უცხადესი ამას მარტო გია ბარამიძე ვერ გადაწყვეტა ეს იყო უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილი გასაგებია სანამ გააგრძელებთ ისიც რომ უთხრათ საზოგადოებას ბატონო შალვა თქვენ როგორც აღწერეთ ფაქტები პირდაპირ მიანიშნებს ჩვენთვის ასეა მაგრამ ვინც არ იცის მათ რომ უთხრათ რომ როდესაც თქვენ დაინიშნეთ 2003 წლის დეკემბერი ბრძანეთ საგზაო პოლიციის ხელმძღვანელად ეს ის დროა როდესაც სულ რამდენიმე დღის მომხდარია ვარდების რევოლუცია ახალი იმედები გაჩნდა ქვეყანაში და თქვენ ხდებით ამხელა თანამდებობის პირი. მანამდე ხართ, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი იწყებს თავის ნამდვილ პოლიტიკურ კარიერას თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობით, ხართ საკრებულოს წევრი. საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი არასამთავრობო მაშინდელი საქართველოს სამთავრობო. ვისი კადრი იყავით, პოლიტიკური კადრი? ეს როგორ გხრათ? დიახ, 2002 წლის მეორე მოწვევის საკრებულოში მე მაშინ მოხდი ეგრეთ წოდებული ჟვანიას სით, ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვამბობ, რომ სახელწოდება იყო ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია ტირე ჟვანიას გუნდი. ასე ერქვა და 4 ადამიანი სხვათა შორის პირველ ნომრად გია ბარამიძე იყო, მეორე ნომრად მე ვიყავი, ბატონი ელდარი მე ესენი გავიდნენ და 4 ადამიანი სიის შემდგომი ადამიანები ჩვენ დავრჩით საკრებულოს წევრებად. შესაბამისად თქვენ და თქვენი მინისტრი მაშინდელი იყავით ეგრეთ წოდებული ჟვანიას კადრები. დიახ, იმიტომ რომ აი ამ დროს როცა დატოვეთ შეშინებული მინისტრის კაბინეტი და გადადექით ხომ არ მიმართეთ ბატონ ჟვანიას დახმარებისთვის. ესე იგი, იმავე საღამოს მე დამირეკა ჟვანია და მითხრა რომ უბრალოდ 2-3 დღე თავი შეიკავე ნებისმიერი პრესასთან ნებისმიერი ურთიერთობის. ეს მითხრა იყო საკმაოდ შეშფოთებული, როგორც მოგვიანებით გავიგე, რომ ძალიან ეს ის პერიოდი არის, როდესაც ჟვანიაზე დაიწყო, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა მისი ჩამოცილება, ჭალებში ჩაჩოჩება სახელისუფლებო გუნდიდან.
ზემოთ რაც ხდებოდა ეს იმ პერიოდს ვახსენებ ახლა კომისიის წევრებს და რა თქმა უნდა მქონდა საუბარი და რა თქმა უნდა საქმის კურსში იყო, მაგრამ ჟვანი ამის გადამწყვეტი ნამდვილად ვერ იყო იმ პერიოდში. რა თქმა უნდა არ იყო. 2004 წლის რომელი თვეა ესეც შეგვახსენეთ? უკვე ეს არის მარტის დასაწყისი. შემდეგ და ესე იგი ამის შემდეგ მე დაუბრუნდი სამოქალაქო საქმიანობას. ჩემს სამოქალაქო საქმიანობას ვარ საავტომობილო ფედერაციის სხვათა შორის ჩემი წინამორბედი მე თანამდებობაზე არ მქონდა საკრებულოს პერიოდში და შემდგომ არ მქონდა რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი და ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი დაიჭირეს საავტომობილო ფედერაციის მიატანინეს 100,000 ლარი ფედერაციას მიატანინეს 100,000 ლარი პროკურატურის განვითარების რაღაც ფონდი არსებობა, ნებაყოფლობითი ფონდი 100,000 მიატანინეს, ხოლო ქონება მე შეგახსენებთ პირველ პერიოდს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საავტომობილო ფედერაციის ეგიდით 90-იანი წლების შუას გადამოცილებული გზებზე ტექნიკური დახმარების პროგრამა, ყვითელი ევაკუატორები, რომელსაც ჩვენ ღებულობდით ჩვენი დამეგობრებული კლუბებიდან, ევროპული კლუბებიდან, ავსტრიის საავტომობილო კლუბიდან, გერმანიის საავტომობილო კლუბიდან და თუ ფედერაციის წევრი იყავი, შენ ქონდა გარკვეული შეღავათები, თუ გაგიფუჭდებოდა, გამოიძახებდი და ასე შემდეგ. აი ეს ავტომობილები წაიყვანეს. მთელი ქონება, ესე იგი, იავარქმნილი იქნა ამ საავტომობილო ფედერაციის ჩაუდექი სათავეში ამ ჩემი გადადგომის მერე და ჩემ მეგობრებთან და ჩემს თანამოაზრეებთან, ვეტერანებთან და ახალგაზრდებთან ერთად და ამ პერიოდს ემთხვევა მე არ ვიცი ესე იგი ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ჩავატარეთ აქ და ემჩნევა სააკაშვილს რაღაც გული მოულობა თუ რა არის და მე შეგახსენებთ რუსთავში არსებობდა ყოფილი დოსააფის ავტოდრომი. საბჭოთა კავშირის სივრცეში სულ 3 ცალი იყო ასეთი, საბჭოთა კავშირი არ ცნობდა ფორმულა 1-ს, ასე ვთქვათ, სპორტულ პროფესიულ სახეობას და ერთი იყო რიგაში, ჩაიკა ქვია, მეორე იყო რიგაში, კაცალად კიევში ჩაიკა, რიგაში ბიკერნიეკი და ჩვენთან დოსააფის რესპუბლიკური სპორტულ-ტექნიკური ბაზა. და საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით, უბრალოდ ირაკლი ჩოგოვაძეს დაავალა, რომ მოემზადებინა ამ დამტრეული ნაშთის, ეს იყო დამტრეული ასფალტი იაღლუჭას ფერდობზე არსებული 70-იანი წლების 75 წლიდან დაიწყო მშენებლობა და 79-ში გაიხსნა დაახლოებით დამტრეული ასფალტის ნაშთი და ძალიან ბედნიერები ვიყავით, დავიწყეთ ესე იგი ჩვენ გახდით FIA-ს, ანუ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრები. FIA გვეუბნება რას, რომ ავტოსპორტი გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზნით, ეს არის საგზაო მოძრაობის საფრთხეობა და მეორე გარემოს დაცვა ავტომობილებს. აი ეს ორი მიმართულება, ძირითადი მიმართულება და ჩვენ ამას ჩვენი აქტივობებით ნებისმიერი ჩვენი შეჯიბრი მიმართული იყო სწორედ აკეთკენ. ამის შემდეგ პირველი ვინც საავტომობილო აი აქედან დაიწყო უკვე ჩემი ასე ვთქვათ ტანჯვა წამება. პირველი ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო ეს გახდათ ვანო მერაბიშვილი. მან ერთ-ერთი შეჯიბრის დროს მე ტელეფონი მომაწოდეს შენთან უნდა დალაპარაკებაო და როგორც თვითონ მითხრა ის იყო ამერიკაში და მითხრა რომ უნდა შევხვედრილიყავით ამ ავტოდრომის თაობაზე. ნუ რო ჩამოვიდა დამირეკეს შემდგომ დამირეკა ადმინისტრაციის უფროსი იყო შოთა ხიზანიშვილი და დაახლოებით 1.5-40 წუთი ვისაუბრა და ის ყოველნაირად მისაბუთებდა რომ კარგი იქნებოდა თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. სხვათა შორის ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელი გუბერნატორის ზურა მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც მე წამიყვანა და იცით რუსთავის ფუნიკული ორსაძახიან. აი იმ იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილები. მე არ ვიცოდი რას აპირებდნენ. ნუ როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ თურმე კეთდებოდა ავტობაზრობა
რომელსაც აქეთ ამხარეს აგერ არის ესე იგი თუ არ ვცდები გიორგი უდესიანია გზის მარცხენა მხარეს თბილისიდან რომ მიდიოდა და ხელმარჯვნივ. ახლა არ ფიგურირებს, მაგრამ ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის შენებლობაზე, რომელიც შემდგომ გაიყიდა და ამ ავტობაზრობის შენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი. მოკლედ მე აუხსენი მერაბიშვილს, რომ იცი ის რა ქვიან ვანო მერაბიშვილი ეცადა რომ იცი რა პარასკევს და შაბათ-კვირასო მთლიანათო და პარასკევს საღამოს 5 საათის მერე გაქვთო უფლება უფასოდ ისარგებლოთ. ნუ მე დაუსაბუთე რომ ესე 2 დღით ამ ინფრასტრუქტურის გადმოცემა ხომ და ჩემ თვალწინ შოთა ხიზანიშვილს დაავალა სასწრაფო დაებეჭდა ერთგვარი თამასუკი თქვენ რომ მოგაწოდეთ მანდარის ხიზანიშვილის მიერ აი ჩვენ თვალწინ აკრიფა რომ ჩვენ გვეძლეოდა უფლება ესე იგი ეს დიცულოვანი ნაბიჯი გადმოდგა. ნუ მოკლედ მე ჩემი აზრით შევძელი რომ დამესაბუთებინა რომ ეს ცუდი იდეა იყო. წამოვედი იქედან ამის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა უკვე დამირეკა გია გალდავა, ეს იყო სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მითხრა რომ მე მიბარებდა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური. ნუ მე რა თქმა უნდა დავთანხმდი, მივედი ამ შეხვედრაზე. იქ დამხვდა თვითონ გია იყო, დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, თამას შაფათავა, დავით ჭედლიშვილი, ჩემი მოადგილე და თქვენი მონამორჩილი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი. და ეს ახალგაზრდა ბიჭი შესავალში მითხრეს, რომ კარგი იქნება თუ მე გადავდგები საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან, ვიქნები ახლა დანიშნული თუ არჩეული ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე, თუ კი გადავცემთ ამ ავტოდრომს უკვე სახელმწიფოს და მე ინვესტიციას განვახორციელებ და ნუ მოკლედ ასე შემდეგ. ამ ახალგაზრდა ბიჭს მე ხელი გაუწოდე, გავიცნოთ მეთქი ერთმანეთი და მან მითხრა რომ ის არის ნიკოლოზ ალასანია, თემურ ალასანიას შვილი. მე უთხარი რომ ახალგაზრდა ბიჭს რომ ასე არ მოდიან მეთქი ავტოსპორტი. იცის ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ მაინც რომ დავაზუსტოთ რომ თემურ ალასანია გახლავთ მიხეილ სააკაშვილის დედის სააკაშვილის დედის ოჯახის წევრს მოხდება გადაუფორმა ქვია ამას. დიახ. ბიძაშვილი ხო? ბიძაშვილი დიახ. და ოჩოს მეტი არ უაქტიურია იმას რა ქვიან იმ ახალგაზრდას მეორე დღეს შეჯიბრზეც მოვიდა. მე უთხარი რომ ეხლა რომ გავალ ერთი 7 მიკროფონი დამხვდება და მე უნდა პასუხი მქონდეს რის გამო გადავდექი. არ ფინანსდები სახელმწიფოდან, ჩვენი შემოსავლები გვაქვს. მე მაშინ ჩემი საწარმო მქონა და ძალიან ხშირად ავტომობილებსაც კი ვაწესებდით ხოლმე პრიზებად. მე მონაწილეობას ვღებულობთ ამ სოციალურ აქტივობებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსის ამოწ. აი რა ვუთხრა და ამიტომ მომეცი დრო რომ ერთი თვე, ნუ ეს ერთი თვე, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ და შავი პიარი დაიწყო, მაგალითად ეს შავი პიარის აგორება ეს იყო ხელწერა მათი, რომ რაღაც რეპრესიის დაწყების წინ საზოგადოებაში უნდა შეექმნათ აზრი, რომ აი ეს ადამიანი არის როგორი ცუდი ადამიანია, როგორი კორუმპირებულია, როგორი სარი და ასე შემდეგ. ეს შავი პიარის წინასწარი აგორება ეს იყო მათი ხელწერა და ერთ-ერთ გადაცემის დროს მე უყურებ რომ პადოშა ეს გია თორთლაძე ამბობს რომ ეს ამ ფედერაციის თურმე მოწილეები არიან ნინო ბურჯანაძის შვილები. წარმოგიდგენიათ? სამწუხაროდ მაშინ არ მომეცა საშუალება რომ ეპასუხა, იმიტომ რომ ეს ხო იცი ეს მათი სტილია რომ ცალკე დაჯდნენ და ასე თქვა ტალახი ისროლონ. ნინო ბურჯანაძის შვილებს რო ახსენებ, ბარემ ახსენე ერეკლე კოდუას შვილებიც ჩვენი აღზრდილები არიან. იცით რა არის, ახალგაზრდა რომ მოდის ჩვენთან ავტოსპორტ, ჩვენ არ ვეკითხებით სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით მათი მშობლების პოლიტიკურ წამს და შეხედულებებს. განსხვავებით ამ რამე ხარვეზი ხო არა. იცით რა, ცოტა უკან უნდა დაიხილოთ, იმიტომ რომ მიკროფონი მე ცუდ ხმას იწვევს. მადლობა.
ამიტომ გია თორთლაძე ვინ არის და აზუსტეთ ვინ იყო პადოშა ეს თასვლელი მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო და სად იყო პარლამენტში იყო მაშინ და ასე თქვა აი ესე ისროლა რა ეს ტალახი რომ თურმე ხო რომ პადოშა დაგავიწყდეთ ხო და გამოთქმა მოწონს ალბათ ხო და მოკლედ დაიწყო ესეთი შემოტევა ამის შემდეგ ჩემს საწარმოში შემოდის ფინანსური პოლიცია და ავტოსადილერო ცენტრში და ანუ ახლა კი ვიღიმე მაგრამ აღმოაჩინა ბჭყალებში 12 ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი ну იმ საანგარიშეს ხელი გაკრეს გამოკრეს ფიგურალურად თქვათ და რაღაც უზარმაზარი თანხა გითხრეს რომ არის გადასახდელი რა თქმა უნდა რომც ქონოდა არ გადავიხდიდით მაგრამ იმდენად დიდი იყო რომ აი ვერც გადავიხდი და არც გადავიხდიდით ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელეთ დავა და ნუ როგორც დამთავრდა აუქციონით საჯარო აუქციონით და ეს ქონება გაიყიდა არავინ არ ყიდულობდა ეხლა თბილისია და ყველა მიცის ის ადილერო ცენტრი ვისი არის და ყველა ერიდებოდა მიუხედავად ჩვენ გვითხრეს რომ თუ გაყიდითო ხო ნუ ჯანდაბას თქვენი თავი ნუ ვერ გაიყიდა ჩემი კომპანიონები ამბობდნენ რომ მოდი მოვიშოროთ კი ბატონო არ გაიყიდა ვერ და არ გაიყიდა მე გამოჩნდა როგორც ხდებოდა ხოლმე ადრე ესეთი ფირმა ლიკვიდატორი რომელმაც ძალიან იაფად შეისყიდა 4 მილიონიანი 5 მილიონიანი მაშინდელი ქონება ეს იყო სასტუმრო უშბის გვერდზე ჩვენი აშენებული სადილერო ცენტრი რა მაკავშირებდა ამ სადილერო ცენტრს უცბად ციდან არ ჩამოვარდა და არ გავხდი ამ ფირმის მოწილე 1987 წელს როდესაც მე კვლევით ინსტიტუტში მე გახლავად ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი PhD დოქტორია და ჩემი თემა არის გამონაბოლქვის შემცირება გარემოს დაცვითი საქმიანობა კანონი გამოვიდა კოოპერაციის შესახებ და პირველი დღიდან ჩვენ მე და ჩემმა მეგობრებმა მაშინდელი ორჯონიკიძის ქუჩის მეორე ჩიხში თედორე ღვდლის მეორე ჩიხში გავაკეთეთ კერძო სახლში ჩემს მეგობართან გავაკეთეთ ესეთი მინი პროფილაქტიკა და ჩვენ ფიზიკურად მეცნიერ მუშაკები მუშაობდით და ძალიან სწრაფად ვითარდებოდით ჩვენ და ეს ჩემი ოცნება იყო ყოველთვის რომ გაგვეკეთებინა საჩვენებელი სადილერო ცენტრი და მე შევძელი და ძალიან ლამაზი ძალიან კარგი ძალიან წარმატებული სხვადასხვა პროექტები მარტო მანქანის ყიდვა გაყიდვა არ იყო არამედ სხვა ესეთი დანიშნულებაც ჰქონდა ამ წელს და ესე უცბად ერთი ხელის მოსმით გაიყიდა აუქციონზე და მეორე უბედურება ის რომ ამ საერთოდ ავტოსაქმე გახლავთ რესურსტევადი, ფინანსურად რესურსტევადი საქმიანობა და საჭირო არის კრედიტი. ჩვენ ყველას კრედიტად ჩადებული ქონა ჩვენი ბინები. ჩემი ძლის ბინაც მათ შორის. და რა თქმა უნდა, ამ როდესაც დაილუქა ეს ჩვენი ავტოსადილერო ცენტრი, ჩვენ ვეღარ შევძელით ამ ვალდებულებების ასე ვთქვათ შესრულება და გაიტანეს აუქციონზე და ნუ როგორც ხდებოდა აი ესე მარტივად მოხდა იმ პერიოდისათვის აი ესე ხდებოდა ეხლა რა იყო იცით აქ ერთი პატარა რემარკი რომ ესე იგი სხვა შორის მე ერეკლე კოდუამ მთხოვა რომ ისულიყავი მოდულის შენობაში ვინ იყო ერეკლე კოდუა რომ დააზუსტოთ ერეკლე კოდუა მაშინდელი არის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი სოდის ხელმძღვანელი ბატონო ალეკო ხო არ მეშლება ეგრე ხო სოდის უფროსი და ნუ მე გაგონილი კი მქონდა რომ არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული სოდის სიები მაგრამ მე ეს ვნახე პირადად როდესაც მე ერეკლემ ირაკლი კოდუამ მაჩვენა რომ ძალიან სამწუხაროდ რომ შენო ამ ნუსხაში ხარო და აგრეთვე კომპიუტერზე ის ფაილები სადაც ჩემი ნასაუბრები და ისინი არის რა თქმა უნდა საინტერესოს ვერაფერს ვერ ნახავდა მაგრამ ნუ მან გამოხატა ესე თქვა გულში ვფიქრობ კაცო შენი შედგენილი არ არის თუ ესე გული გეწვევ მეთქი ამოიღლა მეღიმება სატირალია სასაცილო ეს როდის მოხდა ბატონო ეს იყო უკვე 2000 ეს იყო სადღაც
სანამ ომი დაიწყებოდა რუსეთ-საქართველოს ფედერაციის გადადექით უკვე გადამდგარი ხარ? არა, ჯერ არ ვარ. ჯერ არ ხარ გადამდგარი და დაგიბარათ და ასე ვთქვათ მეგობრულად ხო გაჩვენათ შავი სია. დიახ. მათ შორის კომპიუტერშიც? კომპიუტერში დაბანახა ის ფაილებს მოვკარი, ესე იგი და ჩემისა და რომ ეს რა არისო? აი ამ ნუსხაში რატომ უნდა იყო? ეხლა კი არ ეწერა შავი სია, მაგრამ ეხლა ალბათ იქ რაღაცა ლამაზი სახელი ერქმეოდა, მაგრამ ეს იყო სოდის შავი სია. იმიტომ რომ ჩემი საუბარი ისმინებოდა, იმიტომ რომ მან მითხრა რომ ჩემი საუბარი ისმინება და მე გავეხუმრე კიდევაც რამე საინტერესოს თუ ნახავ მეთქი ეხლა მაგ საუბარში, არც ნომერი შემიცვლია. ერთადერთი ის იყო რომ როდესაც ოჯახის ბოდიში აი ფრაზას დავალთავრე. არა, საზოგადოებას რომ აქვე რო დაგეწიოთ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხო არ გაჩვენათ მოსმენასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოსმენა მხოლოდ ასე ვთქვათ, სასამართლოს ნებართვით შეიძლება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ხო არ უჩვენებია იქ სასამართლოს გადაწყვეტილებაც. კაფეოდ გითხარით. ძალიან კარგია, როცა იუმორის გზნობას ვინარჩუნებთ. ბატონო ალოდა, რის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამაგიჟოთ. ესე იგი, მაგ პერიოდისათვის ჩვენი ოჯახის წევრები ითხრეთ რომ უკანონოდ გვისმენთო, თუ როგორ არის ეგ ამბავიო? ფაქტის სახეზეა რომ უკანონოდ რატო გეკითხებით, იცით? ჩვენ ახალგაზრდები გვესწრებიან და ბევრი არის კიდე ჩვენი თანამოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ახალგაზრდა თაობა, რომელსაც საერთოდ აი იმ დროს ან ძალიან პატარა იყო, ზოგიერთი დაბადებული არ იყო. ამიტომ გეუბნებით, თორე მე ძალიან კარგად ვიცი კაცო და ეს ამავე როგორ იყო და ამიტომ წარმოდგენა რომ შეექმნათ, რაზე არის საუბარი, თორე თქვენი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ახმა დარჩეს რომ კი ბატონო ხა სოდი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი. ამას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება ქონოდა, იმიტომ რომ ძალოვანი უწყება იყო და ამიტომ გეუბნებით, ამიტომ ვთხოვთ რომ კაფეოთ რო განმარტოთ. არ გითხეთ რომ უკანონოდ გვისმენთ, ხო? ესე იგი მე სიმართლე გითხრათ, ეგ არ დამიზუსტებია, იმიტომ რომ ჩემთვის უკვე ნათელი იყო და უკანონო იყო იმდენად რამდენადაც რომ არავითარი საქმის წარმოება ჩემს მიმართ ან ჩემი საწარმოების მიმართ იმ წუთში არ მიმდინარეობდა. ამიტომ შემიძლია თქვა 100%-იანი სიზუსტით რომ ეს იყო უკანონო მოსმენა. თუმცა ამან გამოიღო შედეგად ის რომ როდესაც ოჯახის წევრებს რაღაცა მნიშვნელოვან თემებზე ქონა საუბარი ან ჩემს მეგობრებს ან ჩემს მოადგილეებს საავტომობილო ფედერაციიდან ხლა კი ახალგაზრდებს შეიძლება გაეცინოთ, მაგრამ ჩვენ ტელეფონებს შლიდით მართლაც და მოშორებით ცდილობდით გვესაუბრა. ეს არის ფაქტი, აი თქვენი შეკითხვის პასუხად, რომ ეს შიში არც თუ უსაფუძვლო შიში იყო დათესილი, რომ ჩვენ ყველა მიცოდა, რომ ყველა ტელეფონი ისმინება. სამწუხაროდ ეს ასე იყო. ვინ როგორ იყენებდნენ ეს მე უკვე ხო შედეგების სახეზე იყო. მაგრამ ამ სადილერო ცენტრის გაყიდვით არ დასრულებულა ჩვენი ჭყალებში ბედნიერება. ეს სადილერო ცენტრი სხვათა შორის შემოვიდნენ ბატონო სოზარ, აი თქვენ რო გადამეფარეთ 2009 წლის 6 მაისს, აი 6 მაისის დარბევის მერე მე როცა საავადმყოფოში მოხვდი. 13 მაისს ერთ კვირაში, დაახლოებით ერთ კვირაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია. მანდედან კიდევ ერთ კვირაში შემოვიდა, მე რა თქმა უნდა გავაკეთე განცხადება, რომ აღარა ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ოღონდ შეშვებოდნენ ჩემს ბიჭებს და მე უკვე აღარა ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინ იყო ოფისი დროებით კონდათ ხილიანში ღამე დაადგნენ შეჯიბრის წინ შავ ავტომატიანები, ნიღბიანები და ასე შემდეგ დაულუქეს ყველაფერი, წაიღეს უძრავ-მოძრავი და დაგვიწესეს ჯარიბა აგერ არის 1,392,000 ლარის ავტომობილო ფედერაციაში. ეხლა აქ ყველაზე მთელი მუღამი რა არის, ესე იგი, კი დაგვიწესეს, მაგრამ ესე იგი, ჩემი მოადგილე დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. აქ ისეთი ტექსტი წერია, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, ჩემი მოადგილე როგორი ფრაზეოლოგიით კრეფავს. ამას გამოცდილი კი არა, ზეგამოცდილი იურისტი ჭირდება, ისე კარგად არის
დაწერილი, რომ აი რის გამო ვაბარებთ თურმე ჩემ მოადგილემ დაუწერა ეკას ღულაძე მაკრიფა ეს ტექსტი და აი ნუ ესეთი თავშესაქცევია. თუ ეკას ღულაძე იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი პირველი მოადგილე. ხო ესე რაღაც ტექსტი, თუმცა ნიადაგის კვლევითი სამუშაოების შედეგება, ესე იგი ჩვენ გამოგვიკვლევია თურმე. ნიადაგი იქ რუსთავში რომ ხელშეკრულების ზემოხსნელი მოტივი დადებისას ფედერაციის მიერ დაშვებული იქნა არსებითი შეცდომა, სახეზეა საქართველოს სამართლო კოდექსის ამადან გათვალისწინების შეცდომა, შეცდომის დავშენ მხარეს აძლევს გარიგების შეცილების უფლებას და ну ამის შემდეგ თხოვთ ჩაიბაროთ უკან, იმიტომ რომ ეს ინფრასტრუქტურა არ ვარგა, ესე იგი რა გამოდის რომ სააკაშვილმა ჩაგვიდო ეს. ესე იგი ჩვენ ხო გადავიხადეთ ну სიმბოლურ ფასად $1500 შევისყიდეთ. მერე ფასთა შორის სხვაობა რეალურ საბაზრო ფასსა და ამ ჩვენ გადახდილ ის უნდა დაგვებეგრა და მოგების გადასახადი უნდა გადაგვეხადა და ესე ძალიან მარტივად აი ამ დაბარების შემდეგ მოხდა ჩაბარება, რომელიც შემდგომ გაიყიდა და იყიდა მაშინდელი ხელისუფლების ნდობით აღჭურვილმა პირმა და მშენებლობაზე ძალიან ხშირად ნახულობდნენ ხოლმე ვანო მერაბიშვილს. მაგრამ ესეც არ დამთავრებულა. ერთი დავაზუსტოთ რა. დიახ. ეკას ღულაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დაწერაში რას გულისხმობთ? ის კარნახობს. აი ბატონ სოზარ, თქვენ აი მაგ დოკუმენტებში არის მაგ ფრაზა. ამ დოკუმენტს ხალხი არ კითხულობს. კარნახობთ, არა. კარნახობდა, იმიტომ რომ კარნახობდა, რომ როგორი ფორმა მიეცათ სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცევის, სწორია ხო ტერმინი, რომ უკან დაბრუნებისთვის როგორი სახე მიეცა და გაემართლებინა და ამიტომ არის დახუნძლული ამ იურიდიული ტერმინოლოგიებით. წერილი, რომელიც ბოდიში გაგაწყვეტინეთ, რომელსაც საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელის მოადგილეს კარნახობს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. და წერილის შინაარსი არის, რომ თვითონ ფედერაცია თავს იდანაშაულებს იმაში, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვა და ევედრება პრაქტიკულად სახელმწიფოს, რომ უკან წაიღე ეს ქონება, რომელიც ავტომობილო სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორად მესმის. ზუსტად. კი ბატონო. ზუსტად. ბედის ირონიით დავზენდი ასე. ეკას ღულაძე კრიფავდა ამ ტექსტს. იმის ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ამ რეიდერულ წართმევის ტექსტს კრიფავს თავის კომპიუტერში და ეხლა ყველაზე მთავარს მივადეკე. არ დაკმაყოფილდნენ მარტო ქონების წართმევით. ბატონლობდა, აი თქვენი ყურადღების მიქცევას ვეცდები ეხლა ერთია ქონება წაიღონ, მაგრამ აი მოროდიორობა რა არის, მკვდარი ორგანიზაციას სახელიც კი რომ გინდა რო წაართვა, ხო? აი რა მოიმოქმედეს ამისთვის. ჯერ ეს ერთი ამ რეიდერული ამ ინსინუაციების გამო 2006 წელს ჩვენთან ჩამოსული იყო 3 დღით მაშინდელი FIA-ს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც სააკაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის მიესალმება საქართველოში ფორმულა 1-ის ასე ვთქვათ განვითარებას. ფორმულა 1 ეს არ არის სპორტი. ეს არის გაცილებით სხვა რამ, ეს არის ქვეყნის ამა თუ იმ ქვეყნის პრომოუტი წარდგენა ყველაზე ლამაზი კუთხით, რომ ეკონომიკის, მდგრადობის, სტაბილურობის, ტურიზმის, სტუმართმო ტრადიცია და ასე შემდეგ. იმ ფორმულა 1-ის მატარებელმა მაშინ გვერდზე ჩაგვიარა, რითაც ისარგებლა ჩვენმა კარგმა მეზობელმა, ბატონმა ილხამ ალიევმა და ფორმულა 1-მა გადაინაცვლა ბაქოში, მან არ ააშენა ავტოდრომი, ქუჩებში ჩატარების პრაქტიკა არსებობს და აი ესე ავწდით ამ ფორმულა 1-ს ამ ბედოლათების გამო. მაგრამ ამ ფედერაციას ახლა ვერაფერს ვერ უშვებიან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრები. აქ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი. მათ შექმნეს ახალი ფედერაცია და ამ ფედერაციის საავტომობილო ფედერაცია და ამ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს დავით კირთაძე. აი ცნობილი ყავის კაცი, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე. დიახ ბატონო, დავით კირთაძე. მოდი დავაზუსტოთ ყავის კაცში რას გულისხმობთ. ეს ის ადამიანია, რომელმაც ცესკოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს
ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც მინდა დიდი პატივისცემა დაუდასტურო და მის ოჯახს, რომელმაც ღია ეთერში ნახა და სანამ გავიგებდით, რომ ჯანმრთელობას არ მიადგა გამოუსწორებელი ზიანი, ძალიან ვინერვიულად ყველამ, მით უმეტეს ოჯახის წევრებმა, ცესკოს წევრმა, ცესკოს თავმჯდომარეს შეასხა ყავა სახეში. ხო, ყავის მაგივრად საღებავი შეასხა სამწუხაროდ. ყავის ჭიქით მგონი და ამიტომ დაუძახეთ ყავის კაცს. და ეს ადამიანი, აგერ არის ამონაწერი, ეს არის საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია. და მაშინ ეს ბატონი კირთაძე იყო უკვე ამ ფედერაციაში? არა, იყო ცესკოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე იყო. მაშინ იყო ცესკოს თავმჯდომარის. და აქ აირჩიეს პრეზიდენტად. ახალი ფედერაციის პრეზიდენტად და ამ ბორდში და მოადგილეებად საინტერესო გვარებია ლევან თარხნიშვილი, ეს ემშენება ბავშვობიდან ბროლელი იყო. ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე. ყოფილი თავმჯდომარე, ბავშვობაში სათამაშო მანქანებით რბოლა უყარ. თავმჯდომარე იყო თარხნიშვილი. არა, მაშინ ნუ ყოფილი რო კი, მაგრამ იმ დროს იყო თუ არ ვიცი. ყოფილი იყო, მე მგონი. ხო? და ბატონ კირთაძეს ჰქონდა საავტომობილო სპორტში გამოცდილება. რა ვიცი, ახლა საბავშვო ბაღში თუ ამ სათამაშოებით გონკაობას თუ თამაშობდა, ალბათ ეკნებოდა რა. გასაგებია. კიდევ ვინ არის ასიაში? ლევან გახელაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე. ნუ ესეც ალბათ მასაც ჰქონდა და სხვათა შორის ეს ცდილობდა დაელაგებინა ამ ჩვენი ძველი ფედერაციის ჩემს გარეშე, რა თქმა უნდა, რაღაცა შეერბილებინა, რაღაც თუ ასე შემდეგ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის როგორც იქნა ჩვენი გამარჯვების და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რამდენიმე დღეში თვითონვე დაწერეს განცხადება და ამიტომ ჩვენ აღარ გვიცდია სიმართლე გითხრათ ამ ფედერაციისთვის სახელის შეცვლა დაკომპლექტდა ჩვენი ამ ახალგაზრდა მრბოლელებით მე აღმადგინეს ჩემს უფლებებში და მე ძველი ფედერაციის პრეზიდენტი ვარ კვლავ და ამ ფედერაციაში საპატიო პრეზიდენტის წოდება მაქვს სხვა შორის მოქმედი წელს არ გამოსულვართ ისე მოქმედი მრბოლელი ვარ და 10 შევეშვები ამას და სანდრო ლომაძე ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი პიროვნება და ძალიან კაი ურთიერთობა აქვს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან და არ გავა თვე რომ ჩვენმა მრბოლელმა არ გვასახელოს საზღვარგარეთ ამა თუ იმ პრესტიჟულ ტურნირში რაშიც ხარში გვიდგას ჩვენი ესე ვთქვათ სპორტის სამინისტრო და ასე შემდეგ აი ეს ძალიან საინტერესო აი ეს არის მარადიორობის, მე ამას რეიდერობას ვეღარ დავარქვე, ეს არის მარადიორობა, გაძარცვა უკვე, აი მაშინდელი მიცვალებული ფედერაციის. ხო, სხვა შორის აქ არის დოკუმენტი, რითაც ასევე დასტურდება, რომ ნიკოლოს ალასანია და